მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო, ჩემი არხის სტუმრებო. ბოლო ვიდეო, რომელიც მე ჩვენი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით დავდე, იყო საძირკველი, როგორ გაგვიფუჭეს, ასე ვთქვა და ხელმეორედ როგორ დაგვჭირდა მისი გაკეთება. Კაიხანია ვიდეო არ გადამიღია YouTube-ისთვის და დღეს მინდა რომ პატარა ესეთი მიმოხილვა გავაკეთო, როგორც ხედავთ, სახლი უკვე ავაშენეთ, რა თქმა უნდა, ის მშენებელი გავუშვით, ვინც საძირკველი დაასრულა და გამოაკეთა, ასე ვთქვათ და დაასრულა და ჩვენ სხვა მშენებლები მოვიყვანეთ, რომლებმაც აი ასეთი ლამაზი სახლი აგვიშენეს. ძალიან პატარა უცებ მიმოხილვას გავაკეთებ, ეს არის გარაჟი. ავტოფარეხი უფრო სწორად, მე აქ შემისწორებენ. აქ იქნება ჟალუზი, კარი, რომლითაც შევდივართ ავტოფარეხში გვექნება დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბი და ცხელი წყლის სისტემა. აქედან გავდივართ საკუჭნაოში. შუქი არ გვაქვს და ჯერჯერობით მოგვიწევს ასეთი ცოტა სიბნელეში. ეს არის საკუჭნაო, სადაც იქნება ელექტროგაყვანილობის ჩამრთვალ-გამომრთველები, ასე ვთქვათ და პროდუქტების შესანახი სივრცე. არის კალიდორული სისტემა, ეს ერთი კალიდორი. ამ კალიდორიდან შევდივართ საძინებელში. ესეთი საძინებელი არის. აქ ჩიტები ცხოვრობდნენ. არის მეორე საძინებელი, ეს შედარებით პატარა არის და აქ სასტუმრო საძინებელი, ასე ვთქვათ, სტუმრებისთვის. აქეთ მეორე კალიდორი, ეს არის ვანა, ტუალეტი, აქეთ იქნება დუში, უნიტაზი, რაკოვინა და ნიჟარა, უფრო სწორად. და აქეთ იქნება სარეცხის და საშრობი მანქანა. ესეც არის მესამე საძინებელი. წინა ეზოში ხედით. და გავდივართ მეოთხე საძინებელში. მეოთხე საძინებელი არის ასეთი ყველაზე დიდი და აქვს თავისი ვანა ტუალეტი ამ საძინებელს. ეს საძინებელიც არის წინა ეზოში ხედით. ფანჯრები არის ალუმინი. შავი ფერის, ჯერ არაგვი ცლია ეს ისინი. დამცავი ფენა ჯერჯერობით აქვს, იმიტომ რომ უნდა გავლესოთ და შემდეგ ავაცლით. გამოვდივართ აქედან და შევდივართ სამზარეულოში. ეს არის სამზარეულო. დიდი ფანჯრით, აქ იქნება ნიჟარა, ჭურჭლის სარეცხი, მანქანა და გასქურაც აქეთ კუთხეში იქნება. შემდეგ გვაქვს მისაღები ოთახი. აქედან იქნება შემოსასვლელი. და ეს არის ვიტრაჟი. აი ასე როგორ დაგანახოთ. თლიანი კედელი არის ასეთი. კარი იხსნება ასე.
კანალიზაცია ქონდა უკან სახლთან ახლოს და გადავიტანეთ უფრო მოშორებით. ვინც ადევნებს ჩემს ვიდეოებს თვალყურს, ეცოდინება, აქ უბრალოდ კოფე ზონა მოვაწყე რაღაც ისე. დროებით. ნუ აი ასე გამოიყურება. მისაღები ოთახი არის საკამაოდ დიდი, დაახლოებით 40 კვადრატი. საერთო ფართი არის 217 კვადრატი. აივანი არის პატარა. ეს წინა მხარეს და მეორე მხარესაც გვაქვს აივანი, აქედან იქნება ამოსასვლელი. ესეც დროებითი კიბეები არის. ეს კარებიც მზადდება უკვე და ამასაც გაჩვენებთ, როდესაც დამთავრდება და ჩავსვამთ. და ეს არის უკვე ღობისთვის მოტანილი მასალა. ღობის საძირკველით ამოთხრილია უკვე. გაზი გვაქვს შეყვანილი, დენი ჯერჯერობით არა. განცხადება შეტანილი გვაქვს, დაკმაყოფილებულია ყველაფერი, მაგრამ არ მოსულან რომ დაგვეყენონ მრიცხველი. აი ასე. გაკეთდება საძირკველი და ამოშენდება ჯერ ჩვეულებრივი ბლოკით და მერე მოპირკეთდება საფასადე ბლოკით ნახევარი და ზემოთ სპეციალური ღობის პანელებით უნდა გაკეთდეს. ეს იქნება, რაც ღობის პანელებით გაკეთდება აი ამ ქუჩიდან ბოლომდე და იქით იქნება ჭიშკარი შემოსასვლელი. ნუ აქეთ მერე როდესაც ყველაფერი დასრულდება და ეზოს მოწყობაზე გადავალთ, იქით ისე მაშინ გაკეთდება ღობე. აქეთაც აი ეს რაცაც ხედავთ, ჩაისხმება და შემდეგ აქ უკვე უნდა იყოს მწვანე ღობე, ანუ ნარგავებით გავამწვანებთ. ეს იქნება დაფნა, იქნება ფოტინიები, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით. თუ ტუიები ვნახოთ რას და როგორ გავაკეთებთ. ეს არის ძალიან მოკლე მიმოხილვა ჩვენი სახლის. მეორე მხრიდანაც გაჩვენებთ და დაგემშვიდობებით. ესეც მეორე მხარე. ეს არ არის უკანა მხარე, ესეც არის გვერდი. აი ასეთი ლამაზი სახლი გამოვიდა საბოლოო ჯამში. მადლობა ყურადღებისთვის, ვინც აქამდე მიყურა, ანუ ბოლომდე გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ და დამიწერეთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო არის თუ არა მშენებლობიდან, რომ ჩავრთო ხოლმე ვიდეოები TikTok-ზე, ძალიან ხშირად ვარ, პირდაპირ ჩართვებიც მაქვს მშენებლობიდან და ზოგადად პატარ-პატარა მიმოხილვებსაც ვაკეთებ. ესეც ჩვენი ხედები. ეზოდან ულამაზესი ადგილია. დროებით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი არხი, წარმატებები ყველას.